მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ჰასკი პარკში. დღეს არის ძალიან მაგარი ივენთი. ტარდება კრუიზერების ღონისძიებები, ტარდება ჯიმხანაში 4 კლასში შეჯიბრი და ასევე დაემატა კრუიზერის კლასი ჯიმხანას, რაც ახალია და ძალიან საინტერესოა. მონაწილეობას ვიღებ სკუტერების კლასში, აბსოლუტში და კრუიზერებში. ასევე პარალელურად ტარდება adventure კლასის წრიული რბოლა, რაც პირველად ტარდება და მანდაც ვიღებ მონაწილეობას. ჩემი სპონსორი ხედავთ არის ბაიკლენდი, რითვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. 4 კატეგორიაში გამოვდივარ და 4-ვე მოტო ეკუთვნის მათ. დიდი მადლობა ამისთვის, გვერდში დგომისთვის და ვეცდები, რომ ვასახელო ბაიკლენდიც და ჩემი თავიც. ქვევით არის კრუიზერებისთვის განკუთვნილი ადგილი, იქ რაღაცა პატარა თამაშები ექნებათ. ასევე, რავი, გაშლილი აქვთ კოლგები, არის რაღაცა მარკეტინგული გაყიდვების ამბავიც. აქეთ იქნება ჯიმხანის ტრასა და გვერდზე არის პარალელურად adventure-ი. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ დროში ემთხვევა ერთმანეთს ჯიმხანა და adventure-ის კლასის შეჯიბრი რა და იმედია ისე არ მოხდება, რომ რომელი მეში გამოთიშვა მომიწიოს იმის გამო, რომ რომელიღაც შეჯიბრზე ვარისქმა მომიწიოს და ნახოთ აბა თუ ისე დაემთხვა, რომ იქაც მივიღებ მონაწილეობა, იქაც უბრალოდ ბევრი სირბილი მიწევს. პლუს ძალიან დაღლა მიწევს ამდენ შეჯიბრში მონაწილეობა, ამდენ მონაწილესთან კონკურენციის გაწევა და მოპედი მორჩება აბსოლუტურად დაიწყება, აბსოლუტურად მორჩება კრუიზერი იწყება, პარალელურად ტარდება adventure კლასი და უნდა შევეცადო, რომ ყველაფერი გავართვა თავი და ენერგიულად ვიყო რა. ნახოთ რა გამოვა. საბა, ჩვენი სენსეი, ვინც მაძავლებდა ვარჯიშს. მიწყობდა ტრასებს. აქაც ამან მომიყვანა პირველად გუში. დღეს შეჯიბრზე გამოდივარ. რომ მოვიდეთ, ხო ძმა? ნახოთ, ყველა კაი ფორმაშია, ყველა ცდილობს და თავარიც ეგ არის რა. კონკურენცია რომ მაღალია, იმ დროს უფრო აქ მუღამით ხორე. ყველაზე ცუდ ფორმაში ხარ რომ კატაობენ, მაგ დროს ხო, გამოცდილებაზე აბა. არის ხალხი ფორმაში. ყველაზე ცუდ ფორმაში ვარ, მაგრამ ყველაზე კარგია. გაისვენე. წარმატებები. გაიხარე. მადლობა საბას, გიგას, ცეროფას, ბაიკლენს და რიეჰუ არის მაგარი მოტოციკლეტი რა დავწნდი მაგარი. ძალიან მაგარი. ესე იგი, ეხლა იწყება adventure კლასში კვალიფიკაცია, სადაც უნდა გავიარო, დავაფიქსიროთ საუკეთესო დროები და ამ დროების მიხედვით გადანაწილებიან ვინ ვის შეხვდება და ასე შემდეგ. იქნება top 16, top 8, top 4 და ასე შემდეგ. ხედავთ რამდენი მონაწილეა. დააფიქსირე ყველა მონაწილე აბსოლუტურად აქ ვინც არის მოტოთი მოსული, ბევრი კიდე შიგნით არის და სერიოზული ბრძოლა გველის მოკლედ რა ნახოთ რა იქნება აბა. აი სტარტის ხაზთან შევიდა ჭიტანავა და ნახოთ რა სიზავს კვალიფიკაცია არის ახლა როგორც მოგეხსენებათ და ჭიტანავა ჭირის დადგა. ნიკა კვალიფიკაციას გადიოდა, მაგრამ ზროხა დახვდა გზაზე და დიდი ალბათობით თავიდან კი არ, დიდი ალბათობით კი თავიდან დაიწყებს. მოკლედ ახლა დაიწყო adventure-ის კლასი და მე და ნიკუშა ველოდებით ნიკუშას cheers. ეხლა მალე მომიწევს ესეთ რა. კვალიფიკაციაში მქონდა ყველაზე საუკეთესო დრო და ამიტომ პირველივე გარბენები მე არ მიწევს. შეხვდებიან ერთმანეთს და გამარჯვებულში მე შევხვდები მე. ჯერ რამოდენიმე წვილი გაივლიან და მე გამარჯვებულებს ალბათ შევხვდები. ეგრე გავიგე როგორც ამიხსნეს და ნახოთ.
მარჯვენა მხარეს ნიკუშა ისტარტებოდა. და ნიკა მოვიდა პირველი ფინიშზე. კარგია. წეღან ნიკამ გაიმარჯვა და ახლა ხდება სხვა მონაწილეს. მაგრამ მე ხომ ვიცი რაც მოხდება. გინდა გითხრათ? ნიკა მოიგებს. და ნიკა მოიგო. ესე იგი, adventure მორჩა. adventure-დან ამოვედით. ისე ჯიმხანას დაუბრუნდით და აქ არის ახლა სამოყვარულო კლასი მორჩა, სამოყვარულო კლასში არ გამოდიოდი, ახლა არის აბსოლუტ კლასი რა. აბსოლუტ კლასის მერეც გამოდივარ კრუიზერებში და ფიქრობ რომ აბსოლუტში აღარ გამოვიდე. იმიტომ ხელები ძალიან მეღლება რა, კვალიფიკაცია ვიარე და ხელებს ვეღარ ვგზნობ ფაქტიურად ისე დამეღალა და ალბათ ენერგია შემოვინახავ მაინც კრუიზერებისთვის. ხო და ნახოთ. არ მაქვს ჯერ გადაწყვეტი. adventure-ში მოვიგეთ პირველი ადგილი დავიკავეთ Riehu 307-ით. მოტოვებით გვასპონსორებს Bikeland-ი, გვიდგას გვერდში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის Bikeland-ს, რომ გვეხმარება და გვერდში გვიდგას ესეთ მნიშვნელოვან მომენტში, როცა ესეთი დონის შეჯიბრებები ტარდება და გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც Bikeland-ის მაღაზიის მოტოვებით მივიღოთ მონაწილეობა, დავდოთ შედეგები და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მოკლედ Bikeland-ის რა. ასევე მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, ჩემი ძმის, საბასი, აგერ სეროფასი, ერთად ვარჯიშობდით, მემზადებოდით, ვიღებთ ეხლაც სეროფა გვიღებს და ასევე ძალიან დიდი მადლობელი ვარ მოტო ევაკუატორის support car-ის, რომელიც დღე და ღამე ტანჯვაში მყავს. ალბათ არც დღევასვენებ და არც ღამე მოკლედ და რავი. ყველაფერი ესე კამფეტივით ხდება რა. რა შვები. ნიშანათა თამას თუთქირიძე გვაქვს ესონი მონაწილე. კრუიზერებში რა უნდა ქნა ახლა? და მოვიგოთ ალბათ. დაიწყო კვალიფიკაცია, ახლა ჭითანავა დაიძრა. ნახოთ რა დროს აჩვენებს. ნიკა მორჩა კვალიფიკაციას ხა მეორე თქმის და წუთი 15 დაწერა ახლა და კაი დროა სხვა შორის. დარწმუნებული ვარ მოიგებს და ეხლა ნახოთ კიდე რა დროს დაწერს. მეგობრული შეკინება ექნებათ რა. მოვიდა პირველი ჭითანავა, პირველი გასვლა მოიგო ჭითანავა. ახლა მეორე გასვლა და ვნახოთ რას იზავს მეორე გასვლაზე ჭითანავა ზონტესით. დაიწყო. და ლადოს ყველა კი არ უთხავს რომ ეს ყველაფერი და ეს ემოციური მომენტი საკმაოდ გადამოვიდა ადრენალინს ეს ამოდისმეტებს გამოვიდა საკუთარ თუ შევძლებთ რომ კრუიზერების ძრავების ბრავი აკადემიის განსხვავებული ხალხი და ისევ მოიგო ჭითანავა. ამოდისმეტები ახლა გვაჩნდებენ. მოკლედ ახლა არის ფინალი. ნიკა ჭითანავას და ბარნოუს შორის. მოკლედ ახლა არის ფინალი და ჭითანავამ თუ მოიგო ეს ორი გასვლა იქნება პირველ ადგილას და ვნახოთ რა იქნება. აუ მაკატავე რა სანამისაო მაკატავე რა. მეგობრებო, ესე იგი, მორჩა შეჯიბრი. დამთავრდა ყველა კლასი, მოვიგე კრუიზერების ჯიმხანა, ავიღე პირველი ადგილი და მოვიგე adventure-ების კლასი, მანდაც ავიღე პირველი ადგილი. ეხლა კიდე, ნახეთ რომელი საათია, 8:30 არის. ეხლა უნდა ვჭამო პირველად დღეს, ამდენი გადარბენა, გადმორბენა, ამდენი შეჯიბრი, ესეთი დაძაბულობა და პლუს ეხლა უნდა ვჭამო პირველად. და სიტყვას ასრულებ ჩემი სენსეი საბა კი ისრულებს ბურგერს.
არხლა დავიღალეთ ძმაო. პირველად ჭამთ ხალხი აქ. კლასი კრუიზერები ნიკოლოს ჩიტანავა. აჰა, შეცაკა ხარ. ხელბასი უნდა გადაუხედო, მეგონი ახლა. მინიმუმ გაზრდით. პირველი ადგილი სიგელი და პისტოპ მოტოს წარმომადგენელი გადასცემს 500 ლარიან ვაუჩერს და ტროფის. შემდეგი კლასი ჯიმხანა მოყვარულები. ნახე რა 500 ლარიანი ვაუჩერი მაქვს რა. მადლობა გადაუხადოთ. დამხუხარე აპლოდისმენტები ჩვენს რაიდერებს. მოიტა ბიჯოა. შემდეგი კლასი და პირველი ადგილი ნიკა ჩიტანავა. ნიკა გილოცავ. პისტოპ მოტოსგან 500 ლარიანი ვაუჩერი შეგიძლია გააკეშო შეგიძლია. და ასევე გადმოგცემთ ტროფის პირველი ადგილი ტროფი თუ შეიძლება სპონსორებს მოვიხმობ მეგობრებო ორივე ამობძანთ თუ შეიძლება არ დავხდოთ ცოტა წინ მოგიხმობთ აქეთ მოგძანთ აქსესუარები მოტოტრეველისგან მეორე ადგილს საჩუქრები მოტოტრეველისგან და პირველ ადგილს საჩუქრები მოტოტრეველისგან. სამახსოვრო ფოტო, თუ შეიძლება წინ მოიწიეთ. ესე იგი, შეჯიბრით მორჩა. ეხლა იყო დაჯილდოვება, ხედავთ, გამბებში ვართ, მოკლედ. ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან მაგრად გავერთეთ, ძალიან მაგარი შედეგებიც დავდეთ. ეს ყველაფერი არის პირველ რიგში ბაიკლენდის დამსახურება, იმიტომ რომ ეს ტექნიკა გადმოგვცა იმისთვის, რომ შეჯიბრზე მიგვეღო მონაწილეობა. მერე კიდე ჩემი გუნდის წევრები, ვინც მეხმარებოდნენ ვარჯიში, კი არა მაძალებდნენ ვარჯიშს და ჩემი ნიკუშა, თავარი გმირი დღევანდელი დღის. მოტოების აღება, მოტანა, გადატანა, გადმოტანა, ნუ ყველაფერი რა თქმა უნდა ითავა ნიკუშამ და ძალიან დიდი მადლობა support cars. ეს იყო ჩვენი დღევანდელი დღე. დასრულდა ძალიან მაგრად. ავიღე პირველი 2 ადგილი. ტელეფონი თელი დღეა მირეკავს და ვერ პასუხობ აი ესეთ მომენტში. მივესალმები ყველას, ვინც იღებდა მონაწილეობას, ვინც ცდილობს მოტოსპორტის განვითარებას და შემდეგ ეტაპებშიც ვეცდები, რომ აუცილებლად ჩავერთო, თუ მექნება მაგის საშუალება, რომ მოტოები მყავდეს ისევ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ძალიან მაგარი კონკურენცია იყო და ძალიან სერიოზული ამბები იყო რა. ეს არის ზონტესი 200 კუბიანი კრუიზერი, რომლითაც ასევე მოვიპოვეთ დამსახურებული პირველი ადგილი. ეს კი კროქსი 150. ეს ყველა ტექნიკა არის ბაიკლენდიდან და მოტოზონიდან წამოყვანილი. აი ამ მოტოს დღეს უყურებდა მთელი ჰასკი პარკი, ძალიან მოეწონა, ძალიან საინტერესოაო, ძალიან მაგრადაც ვიარე და რავი, ვერ მარიცის ალბათ ეს ბრენდი, ეს არის რიეჰუ, ძალიან მაგარი ბრენდია და დღეს ძალიან ბევრ მოტოს, ძალიან ბევრ ბრენდ მოტოს აჯობა ამ მოტო სიარულში. ეხლა გემშვიდობებით, დროებით და შემდეგ ივენთებზეც აუცილებლად იქნება ჩართვები და გადავიღებთ ვიდეოებსაც და იმედია შედეგებს ისევ დავდით.